მოგესალმებით. დღეს 20 თებერვალია უყურებთ კურიერს 10 საათზე ახალ ამბებს მარიკა გოცირიძე გაგაცნობთ. ელისო კილაძეს, ოთარ ფარცხალაძეს, ძმებ მიქაძეებსა და კოლცენტრების საქმეზე სხვა ბრალდებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. საქმეში მონაწილე პირების ნაწილი ქვეყანაში არ იმყოფება და შესაბამისად მათ პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ. მოსამართლემ მხარეების უსაფრთხოებიდან გამომდინარე პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებას აღკვეთის ღონისძიების შესახებ არ ეთანხმება ელისო კილაძის უფლებადამცველი და აცხადებს, რომ სასამართლომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის უფლებები დაარღვია. ბრალდების მხარის განმარტებით კი არსებობდა მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ჩვენ დავასაბუთეთ, რომ კვალიფიკაცია, რომელიც არის წარდგენილი სამართლებრივი საფუძვლებიდან არ გამომდინარეობს. არ შეიძლება ყველას გასაგონად ვამბობ, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 194 და 114 მუხლის ერთობლიობით იხილებოდეს ბრალდება. ეს სასამართლო პრაქტიკას აკრძალული აქვს. მართლმსაჯულება ხორციელდება ორი ძირითად პრინციპის დაყრდნობით. ამოსავალი არის ორი ძირითად პრინციპი. ეს არის მხარეთა თანასწორობა და ეს არის საჯაროობა. ორივე პრინციპი დაირღვა, მხარეები თანასწორ მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ და მეორე საჯაროობა არ გახორციელდა. ეხლა დახურულ კარს მიღმა სასამართლო უკვე აღარ არის სასამართლო. ბრალდების მხარე ექვსივე ბრალდებულთან მიმართებით დაასაბუთა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური საფუძველი, კერძოდ ბრალდების მხარე მიუთითა, რომ მიმალვის, დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობდა, რაც სასამართლომ გაიზიარა და როგორც უკვე აღინიშნა, დაკმაყოფილდა შუამდგომლობა. რაც შეეხება დახურვის საკითხს, თქვენ იცით, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში, არის საკმაოდ კომპლექსური ხასიათის ტრანსნაციონალური დანაშაული, არაერთი პირი იკვეთება იმისათვის, რომ მათი პირადი და ოჯახის წევრების უსაფრთხოება ამ ეტაპისათვის იყოს დაცული და არ გამჟღავნდეს გარკვეული დეტალები, რასაც ისინი გამოკითხვის ოფისში უთითებენ. ბრალდების მხარემ მიიჩნია, რომ ამ ეტაპზე დახურვა პროცესის იყო აუცილებელი. სავარაუდოდ დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე დაკავებული ორი პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე. პროკურატურამ მათ ბრალი უკვე წარუდგინა. სუსში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე $3 მილიონ დოლარად ბირთვული მასალა, ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულების შემდგომ ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო პირის იდენტიფიცირების მიზნით გრძელდება. გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე საქართველოს ტერიტორიაზე $3 მილიონ დოლარად ბირთვული მასალა ურანის და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმის შეძენას ცდილობდა. ბრალდებულების შემდგომ ბირთვული მასალის და რადიოაქტიური ნივთიერების საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანას გეგმავდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად ორივე ბრალდებული ხსენებული ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობისას დააკავეს. დაკავებულებს ბრალდება რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახე და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროკომისია ავალდებულებს და დააკვირდება უკრაინას, რომ მიიღოს კანონი, რომელიც ერთსქესიანი წყვილების სამართლებრივ აღიარებას უზრუნველყოფს. უკრაინულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ევროკომისიას გაუგზავნეს ერთობლივი წერილი, სადაც გამოხატეს შეშფოთება ახალი სამოქალაქო კოდექსის პროექტის გამო. უფლებადამცველების თქმით, კანონპროექტი ზღუდავს ერთსქესიან წყვილთა სამართლებრივი დაცვის შესაძლებლობებს. ინფორმაციას ევროკომისიის საპასუხო წერილზე დაყრდნობით უკრაინული გამოცემა მეჟა ავრცელებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ უკრაინამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ერთსქესიანი ოჯახების რეგისტრაციის შესაძლებლობის ვალდებულება აიღო. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ევროკომისია ყურადღებით დააკვირდება ამ ვალდებულების შესრულებას, ასევე საკითხს უკრაინის ხელისუფლებასთან ოფიციალური შეხვედრების დროს განიხილავს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. შესაბამისი დოკუმენტი ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა. გადაწყვეტილება ეხება 2014, 18 და 22 წლებში დაწესებულ სანქციებს. რუსეთის ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა, რომლებიც აღნიშნულ განკარგულებაშია განხილული, კვლავ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებისთვის, ნათქვამია დოკუმენტში.
დონალდ ტრამპის მშვიდობის საბჭოს პირველ სხდომაზე მონაწილეებმა ღაზას სექტორის დასახმარებლად 7 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ განაცხადეს. 5 ქვეყანა კი მზად არის ტერიტორიაზე საკუთარი ჯარები გაგზავნოს. საერთაშორისო ძალებს ღაზაში წესრიგის დაცვა, ცეცხლშეწყვეტის რეჟიმის შესრულებაზე ზედამხედველობა და მშვიდობის დამყარების ხელშეწყობა დაევალებათ. ცნობილია ისიც, რომ თავად შტატები მშვიდობის საბჭოში 10 მილიარდ დოლარს შეიტანს. ამის შესახებ განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა და აღნიშნა, რომ მშვიდობის საბჭო ყველაზე პრესტიჟული ორგანოა, რაც კი ოდესმე შექმნილა. ბირთვული პროგრამის გაუქმებაზე შეთანხმების დასადებად ირანს 10-15 დღე აქვს, აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ გარიგება არ შედგება, ძალიან ცუდი რამ მოხდება. უკვე ცნობილია, რომ ისრაელი ირანის მხრიდან შესაძლო პირველი დარტყმისთვის ემზადება ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ თუ აითოლები შეცდომას დაუშვებენ და თავდასხმას განახორციელებენ, იქნება წარმოუდგენელი პასუხი. ევროკომისიამ კი უკვე გააფრთხილა მხარეები, რომ ირანზე თავდასხმას რეგიონის სტაბილურობაზე მძიმე შედეგი ექნება. გამოცემა Time იტყობინება, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ამერიკას ირანზე დარტყმების განსახორციელებლად საკუთარ ბაზებზე გამოყენების უფლება არ მისცა. ენდრიუ მაუნტბატენ უინძორი თავისუფალია. დიდი ბრიტანეთის მეფის ჩარლზ მესამის უმცროსი ძმა 12 საათიანი დაკითხვის შემდეგ პოლიციის შენობიდან გაუშვეს. მონარქის ძმას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. მედია წერს, რომ ის 2010 წელს ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის პოსტზე მუშაობისას კონფიდენციალურ ანგარიშებს უგზავნიდა სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინს. ყოფილი პრინცისთვის ბრალი ამ დრომდე არ წარუდგენია, თუმცა მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იტალიაში ქალაქ პალერმოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად პალერმოს ისტორიული ბიბლიოთეკა მოინახულა, სადაც მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიის ამსახველი უნიკალური მასალებია დაცული. ვესტუმრეთ პალერმოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, სადაც დაცულია უნიკალური კადრები, ჩანახატები, ჩანაწერები ქრისტოფერო დე კასტელის საქართველოში მოგზაურობის. მინდა მადლობა გადაუხადო პალერმოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას, უშუალოდ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობასაც, რომელმაც მოგცა უფლება და იქ მოგცა იმ სამუშაოების გატარების საშუალება, სადაც ძალიან მცირე რაოდენობით ხალხია ნამყოფი. მიყვარხარ საქართველო ამ სახელწოდებით ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პოეტ თინათინ მღვდლიაშვილის და 70 წლისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა. პოეტსა და მხატვარს კულტურის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის დამსახურებული მოღვაწის ჯილდო გადაეცა. ჩატარდა აკადემიური საღამო, ჩემი შემოქმედებითი საღამო, რომელიც მიეძღვნა ჩემს 70 წლის თავს. არაჩვეულებრივი დღე იყო, არაჩვეულებრივი საღამო, მაყურებელი, შესანიშნავი, მომღერლები არაჩვეულებრივი, ავიცი, ვარსკვლავები იყვნენ ჩვენი ქართული ესტრადის. თინათინის შემოქმედება გზას უნათებს ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს მომავალთაობას და მე მიხარია, რომ დღეს ქალაქ ბათუმში მისი თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ. რუსთავის გოგონათა საფეხბურთო გუნდი მონაწილეობას მიიღებს ესტონეთის საერთაშორისო ტურნირში. 15 წლამდელ გოგონათა გუნდი ესტონეთში რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრება. ქალთა საფეხბურთო გუნდი რუსთავში 2023 წელს ჩამოყალიბდა და საქართველოს ჩემპიონატზე ასაკობრივ გუნდებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა. ძალიან მოხარული ვარ, რომ ესტონეთში მივდივარ ტურნირზე და იმედია ესტონეთიდან ჩამოვიტანთ გამარჯვებას. სპორტის განვითარების სტრატეგიის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია გოგონათა ჩართულობა სპორტში და ვცდილობთ, რომ იმ ინფრასტრუქტურით, რომელიც დღეს ჩვენს ქალაქში იქნება, მხარდაჭერა გამოვხატოთ და მივცეთ კიდევ უფრო მეტი мотиваცია, რომ გქონდეთ დიდი წარმატება და ძალიან ბევრი გამარჯვება.
აფეთქება ჩილეში დაღუპულია 4 და დაშავებულია 20-მდე ადამიანი. ხუთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე. აფეთქების შედეგად დაზიანდა 50-ზე მეტი ავტომობილი. შემთხვევა სანტიაგოს მიმდებარე ინდუსტრიული ზონის მახლობლად მოხდა, გადაბრუნდა თხევადი აირით დატვირთული სატვირთო. სამართალდამცველები ინციდენტის მიზეზებს იძიებენ, მათ შორის მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბების შესაძლო ფაქტს. ელ-სალვადორის პოლიციამ წყნარ ოკეანეში ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან გემი დააკავა. ამოღებულია 6.5 ტონა კოკაინი. ტვირთის ღირებულება დაახლოებით $165 მილიონ შეადგენს. დაკავებულია 10 პირი, ისინი სასამართლოს წინაშე საერთაშორისო ნარკოტრაფიკის ბრალდებით წარსდგებიან. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის. სხვა სიახლეებს შეგიძლიათ გაიცნოთ ჩვენს ვებგვერდზე. მე ამით გემშვიდობებით.